რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა დასავლეთისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ქართული ოცნების პროპაგანდას იმეორებს და ამტკიცებს, რომ კოლექტიური დასავლეთი თბილის განვითარების დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობას უკრძალავდა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ მსგავსი მიდგომა მათთვის მიუღებელია და მოსკოვი ყოველთვის პატივცემს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენულ არჩევანს. ზახაროვამ ამის შესახებ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სომხეთის მიერ რუსეთის ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებაში დადანაშაულებას შეეხებოდა. შეგახსენებთ, რომ ჰიბრიდული ომის კონცეფტი ამერიკელმა სამხედრო თეორეტიკოსებმა გამოიგონეს და პირდაპირ დაიწყეს მისი აქტიური გამოყენება. მცირე ხნის წინ სომხეთის მეზობელ საქართველოში კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებმა ხელახლა გამოავლინეს თავი მთელი ჰიბრიდული სილამაზით, უხეშად ჩაერივნენ შიდა პოლიტიკურ პროცესში, აღვივებდნენ მაიდანისეულ განწყობებს, უარყოფდნენ თბილისის განვითარების გზის არჩევის თავისუფლებას, დაკავებული იყვნენ ღია პოლიტიკური შანტაჟით და ემუქრებოდნენ ისედაც ილუზიური ევროპერსპექტივის ჩამორთმევით. ჩვენთვის მსგავსი მიდგომა უცხოა. ყოველთვის პატივს ვცემდით და პატივს ვცემთ ნებისმიერი ერის სუვერენულ არჩევანს. ამასთანავე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განცხადებები სომხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომზე ისმის იმ ფონზე, როცა სომხეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს გამოძიებები ჩვენს ქვეყანასთან კავშირების განვითარების მხარდამჭერთა მიმართ. ბოლო წლებში სხვა ქვეყნებში, მაგალითად მოლდოვაში დამუშავებული სქემის მიხედვით.